ძირფასო ტელემაყურებელო, ჩვენ ერთხელ უკვე დავიწყეთ ეს გადაცემა აკრედიტაციის გარეშე, მოგილოცავთ აკრედიტაციის გარეშე სეზონის დაწყებას, მაგრამ მოხდა სრულად გაუთვალისწინებელი რამ, ყვარის პოლიციის თანამშრომლებმა და სააკაშვილის დაცვის წევრებმა მთელი გადაცემის მასალა წაგვართვეს და წაშალეს. მე შევედი აი ამ სახლში, დაახლოებით 3 საათის წინ და მიმოვიხილე ყველაფერს, ეს სააკაშვილის ვენახი. და მეგზურობას მიწევდა უკავას კაცი გიორგი მუსიაშვილი არის უკავას კაცი, უკავას პარტიის წევრი, რუსეთუმე, რუსეთის აგენტი, აი ამას უნდა რუსეთთან პოლიტიკა არის ქართული პოლიტიკა. არ გინდა ეს ლაპარაკი. აი ამ კურსებს გავატავინე მე რუსეთში. მაგრამ ნუ კაი კაცი ხარ მაინც და შენ გვიწევდი მეგზურობას და ეს მე და ეს კაცი დაგვიჭირეს ჩვენი გადამღები ჯგუფი. დააკავეს სრულიად უკანონოს, წაგვართვეს კამერები, დაგვიბრუნეს შემდეგ დაახლოებით 1 საათის მერე, მაგრამ არ დაგვიბრუნეს ჩიპები და მიკროფონი. მოკლედ ასეა საქმე, ჩვენ ვიყობით ახლა ამ ვენახში, ეს არის მიშას ვენახი, ხო? ხო, მოულელია. ხო, მაგრამ შენ რას ამბობდი, იცი რომ ის რა ქვია, კინაზე არ შეიძლება. კინაზე არ შეიძლება, გვინდოდა რაღაცა გვერდშია მიშასთვის არ მიგვიშვეს, ნაცარია გაჩენილი. განაცარი ეს რა არის, აბა? ხო, აი ნაცარია, რომ ავარიზდება ეს. ხო. წალამი კი გამოუტანეთ, ეთქო, წოდი შეწვა ვერ მოასწრო. ვერ მოასწრო. ბატონო. აი ეს არის ის სახლი, კარები არა აქვს. კარები არა, ჭიშკარი არა აქვს. არ ვიცი, ჩვენ პირველად რო მოვედით, შეგვიშვეს პირდაპირ, მობძანდითო, ქალბატონიც იყო, შემობძანდით, მახსოვს კი. ხო და, ნუ კარგი. შემდეგ უკვე იყო რაღაც მოვლენები, შემდეგ დაგვიბრუნეს ვითომ აპარატურა, რატომღაც დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ის ფირი, რაც მას შემდეგ გადავიღეთ და აი როგორ განვითარდა მას შემდეგ, რაც უკვე დაცვის პოლიცია და ადგილობრივები ჩაერთნენ საქმეში. მე დაცვის პოლიციის პროფესორი. აპარატურას ეხლა ჩაგაბარეთ პატივცემად. მოიტა ყველაფერი. აპარატურა გადავხსეთ. რა აქტის საფუძველზე იქნა ამოღებული აპარატურა? არავით არის, აქ ჩვენ არავით არის. იბატონო გაბარებთ თქვენ. ესე იგი ყველა ხო დააფიქსირეთ, რომ სამხარეო პოლიციის პროფესორი ონება რომ ყოველგვარი აქტისა და ხელწერილის გარეშე იქნა ამოღებული აპარატურა. შეიძლება ჩაიბაროთ თქვენი აპარატურა პატივცემად. ძირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვამთ სულ რამოდენიმე კილომეტრში მიშას ვენახთან, ხო? აი აქვია. მოხდა ესეთი რაღაც, რომ წაგვართვეს აპარატურა, შემდეგ დაგვიჭირეს, მოგვიყვანეს კეთილმოსურნეებმა, მოგვიყვანეს აი აქ, კახეთის დაცვის პოლიციამ დაგვიბრუნა აპარატურა ნაწილი, იმიტომ რომ იქ რაც ჩავწერეთ რეზიდენციაში ის არ იყო. ეხლა ჩვენ ისევ ბრუნდებით სააკაშვილის ვენახში, რომ გავიგოთ თუ რა ხდება. არ მიშვებ? იქით რატო აქ მინდა რომ შევიდე? მინდა რომ შევიდე იქით და ეხლა თუ გინდა ამიგზავნა, მაჩვენე საბუთი და არ შემოვალ. წავიდე გასო. არ მიშვებ? არ მიშვებ? არ შეიძლება შე. საბუთი მაჩვენე, ვინ ახარ? არ შეიძლება შე. რატო მე მოქალაქე ხარ? მაგას რა მნიშვნელობა? როგორ კაცო რა მნიშვნელობა რა გვინ მეუნება არ შეხვიდეო? არ შეიძლება უბრალოდ აქეთ შესვლა. ვინ ახარ? ვინ ახარ? მოქალაქე. ხო და არ გემორჩილები რა. არ გემორჩილები. შენ თანამშრომელი არა ხარ? ხარ თუ არა თანამშრომელი? გეკითხები, ხარ თანამშრომელი თუ არა ხარ? არ შეიძლება შესვლა. ხო და არ გემორჩილები რა, არ გემორჩილები, ნუ. ვა. კერძო დაცვიდან ვარ და არ შეიძლება. მაჩვენე საბუთი, არ ვიცი, არ მჯერა, საბუთი მაჩვენე. რატო არ გჯერა? ბიჭო, არ ვიცი, საბუთი არ უნდა მაჩვენო. მე მაქვს გადაადგილების კონსტიტუციური უფლება. მიზღუდა. ვალდებული რომ გაჩვენო. ვალდებული ხარ, კანონი ვიცი ძალიან კარგად. წამო ფეხი. ფეხი წავიდე, წამო. ვიმძანდებით? ვიმძანდებით? გავარკვევთ და აგიშვით. ვიმძანდებით კაცო, ამიხსენი. დაგულოთ, არ შეიძლება. ადამიანო, ვიმძანდებით, მითხარით. რატო უნდა დაგელაპარაკოთ? თანამშრომელი ხართ? თანამშრომელი ხართ? არა, დაგულოთ. თუ არა ხარ თანამშრომელი, რატო უნდა დაგიჯერო ამიხსენი? ერთი წუთით. რატო უნდა დაგიჯერო? თანამშრომელი თუ არა ხარ, შეგიძლია ამიხსნა? ადამიანურად შეგიძლია ამიხსნა? რამე არასწორს ვაკეთებ? მაჩვენე საბუთი და დაგემორჩილები, კანონს დავემორჩილები. ჩრდილოეთ კორეა ხო არ არის რა, მართლა რა, მაჩვენე საბუთი და დაგემორჩილები რა. არ გიშვებ. რატო არ მიშვებ? ვინ ახარ რო არ მიშვებ? შეგძლული არ ვინ ახარ? ვინ? რა მნიშვნელობა არის? როგორ რა კერძო პირი, რატო მიშვებ? კაი. გამარჯობა, პოლიციელები ბრძანდებით? ნუ იღებს. პოლიციელები ბრძანდებით?
პოლიციელები ბრძანდებით? იქით შესვა არ შეიძლება? რატომ არ შეიძლება? ამიხსენით და ეგრევე ბრუნდები. რატომ? უბრალოდ არ შეიძლება. უბრალოდ არ შეიძლება? არ შეიძლება. ვინმე ვინა თქვენი უფროსი დამელაპარაკოს? არ ვიცნობ. ის არ იცნობ, უბრალოდ არ იცნობ, არ გადამრიო რა. მე არა, გისმენთ? დამცინი? არ ვიცნობ უბრალოდ. კაი, მომისმენთ. შალვა რამიშვილი ჟურნალისტი. მინდა რომ გადავიყო რაღაცები იქით. შეიძლება თუ არა? რატომ? ამიხსენით რატომ? არ შეიძლება. მიზეზი რა არის და მოდივარ. მიზეზი ის არის რომ არ შეიძლება. ეს არის მიზეზი? გესმის? ბრძან. ხო, კარგი. ძირფასი ტელემაყურებლებო, ეს ხდება მას შემდეგ, რაც ჩვენ დაგვესწნენ თავს პოლიციელები, დაგვესწნენ თავს დაცვის თანამშრომლები გაურკვეველი. პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები იქნებოდნენ, წაგვართვეს კამერები, წაგვართვეს აპარატურა, წაგვართვეს ჩიპები. ეხლა სრულ გაუგებრობაში არიან, შეყრილია მთელი ეს ხალხი. თან არ იძახიან, რატო არ შეიძლება? ჩვეულებრივი გზა, აქ ვენახებია სხვა მოსახლეობას აქ ადგილება არ ვიშობია. ხო, ეს კიდევ იცით ის ტვინარე, კუკავას კაცი არის ხო? აი შენ რო ხარ ჩემს გვერდით, მაგიტომ მოხდა ეგ. რუსეთუმე შენა. ჩვენ რუსეთუმე კი არა, ქართული პოლიტიკის გამტარებელი პარტია. რომელსაც გახსნა. შენი ბრალია ყველაფერი რა, ეს კაცი არის. გოგა რაგვარი ხარ? მოსიაშვილი, აი დავიღალეთ. დავიბენთ. ალო? სად არის სამხარეოსოფლი? გამარჯობათ. კიდევ ერთხელ. ესე იგი, ჩემ პეტლიჩკა სად არის? აი იმ კამერამ, ქეთ რა ნომერია? ქეთ 821 ნომერში ვდარმა პოლიციელმა, რომელმაც მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წამართვა ჩემი კუთვნილი მიკროფონი. სად არის ჩემი მიკროფონი? შეურაცხყოფა თქვენთვის არავის არ მოყოლეთ. თქვენი არიყავით, ამიტომ არ იცით. მე ყველაფერს ვაძებნით თავს, მაგრამ არავის თქვენი მანქანაში არიყავით, მან თქვა რომ გაგაში შეგებ ეხლავე და შეურაცხყოფა ჩვენთვის არავის არ მოყოლეთ. აი ეს კაცი. არავინ არ იკადრებდა, მაგრამ თქვენ შეურაცხყოფა. იყავით იმ მანქანაში. თქვენ იყავით იმ მანქანაში. თქვენ იყავით იმ ხო იყო ეს კაცი მანქანაში. თქვენ იყავით იმ მანქანაში. თქვენ იყავით იმ მანქანაში, რომელსაც მე დამოტოვე. გაუმარჯოს. თქვენ იყავით, თქვენ პასუხს აგებთ ამ ქონდებს. არა, ხუმრობის გარეშე აგებთ. ესე კი არა. სად არის ჩემი მიკროფონი? სად არის ჩემი მიკროფონი? აი მე დედა, მიკროფონი დამიბრუნეთ. ძალიან გთხოვთ პოლიციელები. დამიბრუნეთ ჩემი მიკროფონი. სამხარეოს უფროსო ბატონო ჩემი მიკროფონი არ აქვს ხონია რას დავდებ. მიკროფონი მე არ დავდივარ. აბა რა შვები დადეს კაცი და დაძდებ უკან. ვინ დაგდებ შენ დაგდებ კაცო იმასავე. მიკროფონი დამიბრუნეთ და დაგანებეთ თავს. დამიბრუნეთ კაცო დაჯექი მანქანაში მოდი და დაგიმოვიდე. სადაც მინდა იფიდგები. მოდი. რასაც მინდა იმას გავაკეთებ. მოდი მითხარიეთი აბა რა დაკარგე. თქვენ ვბრძანდებით, მითხარიეთ. მანქანა გავასწოროთ. მე თქვენობით გელაპარაკებდეთ. მანქანა გადავიმართ. მითხარით ვინ ბრძანდებით. მანქანა გადავიყოლოთ. გეკითხები შენ მიხარმა. მე შალვა რამიშვილი ჟურნალისტი, თქვენ ვბრძანდებით. ნუ ბონდო ვარ ჩახტო. და ბატონო ბონდო, თანამშრომელი ხარ? მაშინ არა მაქვს საქმე. მაგერ სამხარეოს უფროსთან აქვს საქმე რა. ვინ არის ახლა? აი ეს კაცი არის სამხარეოს უფროსი. ხო ხარ? თქვენ არ მითხარით სამხარეოს უფროსია რო? პატიცემულო. თქვენ არ მითხარით? პატიცემულო. უკაცრავად, თქვენ პატიცემულო. მოგვეცის გადაადგილების ნორმალური პირობები რა. მე უნდა მოგცეთ აქეთ? აუცილებლად. თქვენ მიზღუდავთ მე აქეთ. მომეცით ჩემი ნივთი. გმადლობს ბოდიში ყველაფერი გითქვია ჩვენ თქვენ. უკაცრავად, დიდი ბოდიში. თქვენ ხართ სამხარეოს უფროსი თუ ხარ? მე დაცვის პოლიციის უფროსი ვარ. ხართ სამხარეოს. მე რატო იძახთ არა ვარო? ვინ გითხარ არა ვარ? აი ახლა არა. კი ბატონო. არ არის ეს? ვარ. მე არ ვიცი ვინ არის. არიცით? მაშინ დაგლაპარ. არ იცნობთ ამ კაცს? არ ვიცნობ. ძალიან კარგი. მაშინ მე თქვენ გელაპარაკებთ. გისმენთ ბატონო. ვინ გადმოგცათ ჩემს მიერ ჩამორთმეული აპარატი? ჩემმა ბიჭებმა. ჩემმა დაცვის პოლიციელებმა. რა კანონის საფუძველზე ამოიღეს? იკრძალება, გადაღება პრეზიდენტის ექსპორტის და ასე შემდეგ. როდესაც ამოიღეს აპარატურა, თქვენ იურიდიული განათლება გააქვთ? მაქვს, დიახ ბატონო. უნდა შემდგარიყო თუ არა ამოღების ოქროთი? ძალიან გთხოვთ. უნდა შემდგარიყო თუ არა ამოღების ოქროთი? დავტოვოთ. ბოდიში მოგითხრა. ძალიან გთხოვთ დავტოვოთ. არა, არ დავტოვოთ, იმიტომ რომ მე მაქვს ყოფნის უფლება. ბატონო შალვა. კამერების ბატონო შალვა. დაიბრუნეთ ჩემი პროვოკაციაზე მოდიხარ. არანაირი პროვოკაციაზე. ჩემი ნივთი დამიბრუნეთ. ბატონო შალვა, თქვენ ყველა ნივთი თქვენ გაქვთ. არა მაქვს ყველა. რამე მოინაკისეთ თქვენ თანამშრომლებთან მოიკეთეთ. ეხლა რა ვქნა, პოლიციას შევატყობინო რომ ნივთი მომპარეს თუ რა გავაკეთე? თქვენთვის თქვენ ხო ხართ პოლიცია? გატყობინებთ რომ წამართვას მიკროფონი, აი ეს კაცი ეხლა აქ აღარ არის. ბატონო ილიჩი. გამოგენაცვალე. ბატონო ილიჩი, თქვენ რო ამოიღეთ აპარატურა, ოქმი შეადგინეთ. აჩვენეთ ოქმი, თქვენი მომაწერინეთ. ყველაფერი კანონის პრობლემებში არის გაკეთებული. აი ეს არის ძვირფას ტელემაყურებელი. მოდი. აი ეს არის საქართველოს პოლიციის მე ესე ჩვენი ამბავი ხო არ არის? ყველაფერი არის კანონის აი პრობლემებში. მე სად მოვიდე? მე თუ კამერით მოდი გავისეირნოთ. მოდი. სულთა ხაერი ჩაგვა. სულთა ჰაერზე ვარ, კაი ხანია. ახეთში კარგად გავიცნოთ ბატონო შალვა.
მაკავე? არა, როგორ გადრება? მაკავე? გავიცოთ ახლოს ერთმანეთს. რა გავიცოთ? ახლოს გავიცოთ ერთმანეთს. შენი ჭირიმე, კარგად გავიცოთ. ესა მიკროფონი მომეცი, ჩემი ნივთი. ყველაფერი მომეცი. ერთოთი მომძანდი რა. იმან რო დამიჭირა, წამართვა მიკროფონი. არა ისინი ქაღალ არიან უკვე რა ხიდა. აი ძალიან ცუდია როგორ მიჭერ რა. აი, არავინ არ კარგი მეთქი, გეუბნები. ბონდო გამატარე, ჩემს საქმეს ვაკეთებ. შენ ხო შენი საქმის შალვა, პროფესიონალი. გენაცვალე, ვერ გაგატარებ. რატო? რატო ვერ გამატარე? დაკავებული ვარ? დაკავებული ვარ? დაკავებული ვარ? არა ხარ დაკავებული. ხო და გამატარე მაშინ. სამიდი ხარ. აი შალვა გაუში რა. მოდი რაღაცა რა დარბის რა პატარა ბავშვი დარბის არ მოდი. შენ რა პატარა ბავშვი ვიდამდე. ბიჭო რა გინდა რა? შენ რა გინდა იქ ეკითხები რა? მინდა იქ მისვლა. არაფერი კაცო რა მივიდეს. სალმო მივიდეს. ალე. ეთნაურზარი. თქვენ არა ხარ მართლები მიმიშვით იქა გადაღება მინდა. ჩიპები გამიმონა. აგებრონა რამდენი ორი იმდენი მოგწე შალვა რა მოდი. რა ორი იმდენი არ მინდა ჩემი. რამდენი? შენ ხა თამის სახით მაძლევ ჩიპებს? არა კაცო. და ჩემი ჩიპები ვიოლო მაგ ჩიპებზე და პრობლემა არ არის მეთქი გეუნები. ბონდო, შენი ჭირე პოლიციელი ხარ შენ? არა, პოლიციელი. აბა მაშინ ნაგინა პოლიციელი ხო ხარ? არ მიშვებს გარემოს დაცვიდანო. ხო და არ ვაბინძურებ. რა უნდა ვქნა ძვირფასო ტელემაყურებლება? აი რა გავაკეთე? ჩალო. გამარჯობა. პოლიციიდან ხარ? პოლიციიდან ხარ? პოლიციიდან ხარ? სად მოვიდე? რატო? რატო ამიხსენი და წამოვა? რატო უნდა წამოვიდე? რა ბონდო მითხარი რა? მოდი გენაცვალე, მოდი აგიხსნე. შენ ამიხსენი რა? კაი კაცი ჩახარ ხო? ვინ არიან ეს ხალხი? პოლიციელები არიან? არა. აბა რატო მიჭერენ? რატო? მოდი აგიხსნე, ხო გამორთე ესენი. არ გამორთავ, მითხარი ამიხსენი და არ გამორთავ. რა ხდება? ხაზი. რატო არ შეიძლება რომ აქედან გადავადგილდე იქით? შენ ხარ გარემოს დაცვის თანამშრომელი, ხო? რატო მიგძალო გარემოს დაცვის თანამშრომელი იქით წასვლის? არ შეიძლება და. რატო? არ შეიძლება. თქვენ პოლიციელი ხართ? ხო, პოლიციელები არიან, აი რა. მე მითხრა რომ პოლიციელი ვარ და არ შეიძლება. რატო არ მეუნებ? ცხენია თავიანთი პროფესიისტო. პოლიციელი ხართ? არ არის რა ეტყობა რომ პოლიციელია. ხო და მაგას ვაო, თქვენ პოლიციელი განდებით? არა, ხო? მოქალაქეები განდებით ჩაულებრივი. ანუ კანონით არ შეგიძლიათ რომ გამაჩეროთ, ხო? თქვენ პოლიციელი ხართ? იარაღი აქვს, ხო? შენ გაკი იარაღი, შენ. აბა მოდი. ბიჭო, რატო? მოდი ერთი წუთი. რატო არ შეიძლება რომ იქით წავიდე? ამ გიჟი კი არა ვარ, მითხარი რატო არ შეიძლება? აი ხო შენ გვაგიჟებ ჩვენ რა, ეს თქო. რატო გაგიჟებ? ამიხსენი რატო არ შეიძლება რომ იქით წავიდე? არ შეიძლება გეუბნები. არ შეიძლება, არ არის ბონდო პასუხი. ამიხსენი რატო არ რატო შეიძლება? გინდა რომ იქით წავიდე მაშინ? იმიტომ რომ მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე და გადაადგილება ამ ქვეყანაში თავისუფლია. მინდა ასე წავალ, მინდა. ხო, კაი. აი შეგეშინე რომ კიდე შემოხმიო. აი ბონდო. აი კოსტუმი კაცი. კაი ხე იქ რო გავიშენოთ. წავიდეთ. ჩემ მეგობარი ბონდო. ჩვენ ვსეირნოთ. იქით არ შეიძლება გასეირნება. არა, იქით არ შეიძლება. იქით არის სააკაშვილის რეზიდენცია და არ შეიძლება. ისი? სააკაშვილის, არა რე? აქ შეიძლება. ანუ გავიაროთ. ჩვენ ვსეირნოთ. არა ბოსაბუშავარ. საგიჟეთია რა. საგიჟეთია. აი მართლა საგიჟეთია. ვის თქვენ ამას გაკეთებინო? აი გეფცე მართლა საგიჟეთია. ვის თქვენ ამას გაკეთებინო? მე ამხელა? ვინ მოკეთებინო? ვინ? აბა რა. არაფერი ვსეირნოთ, პროფი ჩამოსული აქ იმდენ თუ დაიწყოთ ვსეირნოთ. მოდი რომ ჩამოხვიდე. ჩვენ თვითონ სტელემაყურებელმა მოვედით მაესტროს ნიუსების გადაღებისგან და ბოგი მოსიოშთან ერთად კუკავას კაცი. მოვედით იმიტომ რომ დაგვიბრუნონ მოთხოვნით დაგვიბრუნონ ჩვენი მიკროფონი. შენი არა, ჩემი. შენი მე უკვე დამიბრუნეს ის პირადობის მოწმობა pravად დამიბრუნეს. აბა მოვედით, გამარჯობათ. თემო გურაშვილი მინდა სასწრაფო. თქვენ ხომ გიცნობთ მე? როგორ არ გიცნობ? შალვა რამიშვილი გამარჯობათ. მე არის თვითონ ვარ? ჟურნალისტი შალვა რამიშვილი. გამორთეთ შეიძლება გამორებინა. ერთ აი აქ გავალთ, აი აქ დავდგებით. აქედან შეიძლება გადაღება. ეხლა მე რა მაინტერესებს? ეცო ძალიან. თემო გურაშვილმა. ძალიან. თემო გურაშვილთან. ჯერ საქმის ვითარება აგის. ძალიან გთხოვთ ჯერ ეცოთ მომისმინეთ. გამორთეთ გამორები და რა? არ გამორთავს. არ გამორთოთ მაშინ რა არის? რა ლაპარაკია? იმიტომ რომ შემდეგი თემაა პრობლემა რა. თემო გურაშვილის თანამშრომლები დამესხნენ აღმიკვეთეს თავისუფლება წამართვეს მიკროფონი.
სად არის პოლიციის უფროსი? შეგიძლიათ გააკეთოთ განცხადება. პოლიციის უფროსს დამალაპარაკე. პოლიციის უფროსი არ არის, მე ვარ შენობის ჯგუფის. თქვენ ვიზამბებით. სახელი გვარი. მე სამართლის უფროსი მოვადგილებ. სახელი გვარი რომ ვიცოდე. გელა ვარ უსოიანი. ბატონო გელა, გათხოვინებთ რომ თქვენმა ხელმძღვანელმა და მისმა თანამშრომლებმა გააკეთეთ შეტყობინება. კი ბატონო. გამოდით კამერები დახუროთ. არა, ერთ-ერთი კამერებს არ გამოთავენ, აქედან გადაიღებენ. გამჭვირვალე შემოგვიყვება. ბატონო გელა, რატოა გამჭვირვალე? გააკეთეთ განცხადება. ვის სახელზე დავწერო? პოლიციის უფროსის სახელზე. პოლიციის უფროსის სახელზე, როგორ დავწერო? პოლიციის უფროსის სახელზე დებრალს რაღაცაში. თქვენ პოლიციის უფროსი, პოლიცია მაშინ იგზავნის სოლუცია. სად დავწერო? პოლიციის უფროსის. თქვენ პოლიციის უფროსი მოხარით ახლა. ხო. პოლიციის უფროსი დაძებთ განცხადება. პოლიციის უფროსის სახელზე? პოლიციის უფროსო მე თქვენ გიცივი? დაგვიწყებდი? მე გითხრა. ტანკი დამიდანო დაუწერე. ბატონო? ბატონო? არაფერი. რა თქვით? არ ვიცი. არ იცით ეხლა რა თქვით? ეხლა რა წამოგხსნათ? არაფერი არ წამოხსნენია. არა, თქვენ ეხლა არაფერი არ თქვით? ეხლა თქვენ არაფერი არ თქვით? არა, არ ვიცი. მომესმა რაღაცა? არ ვიცი, მე არ მითქი არაფერი პოლიციის უფროსი. თქვენს მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად წამართვეს კუთვნილი მიკროფონი. ეს ყოველივე მოხდა სად მოხდა? რა ქვია? პარლიდან რა ქვია იმ სოფელს? სოფელი არ არის. უმას ეძახიან სააკაშვილის ვენახის სიახლოვეს. ეს კატეგორიულად თოთ დააბრუნოთ. ეხლა რა ვქნათ? ეხლა რა მაინტერესებს? ამ კავნა გავატაროთ? კი ბატონო, დაიცადეთ, მე ხომ გეუბნები დაიცადეთ. და აი ხა არ მიშვებთ? როგორ არა? ახლა ბატონო ცოტა და გაიმეორე. გავტოკნე რა? რა ვიცი, ხოლმე ვერ გიცნობს. მე თუ ვერ აღარ უნდა ჩვენი გაშვება. აი ეს დამთავრდა ჩვენ დღევანდელი პირველი გადაცემა. რას მიყურებ? იმას გეყურებ რომ მიშა მიყიდა ვენახი, მაგრამ გახურის თუმართ მასპინძლობა ვერ ისწავლა მიშა. ხო, ვერ ისწავლა. ხო. და ჩვენ სამწუხაროდ ვერ შევძელით იმ მასალის დაბრუნება, რომელიც გადავიღეთ სააკაშვილის სახლში. არაუშავს ეს-ერთი და სხვა მრავალი გულისხმობ აკრედიტაციის გარეშე, პირველი აკრედიტაციის გარეშე დასრულებულია. მიხედეთ თქვენ საქმეებს. ოთხშაბათ ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ზუსტად 11 საათზე და არა, რა 11 საათზე? 10 საათზე და 30 წუთზე. როდესაც ჩემი გადაცემის ეთერი, ხო, ეგრეა. კარგად ვანდებოდეთ.